კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. დღეს გვექნება ამ კურსის ბოლო სემინარი, ანუ ზოგადად ბოლო ლექცია და დღეს ავაწყობთ ძალიან პატარა მარტივ quiz apps. გვექნება რაღაცა კითხვები, უნდა გავცეთ ამ კითხვის პასუხი და თუ სწორი პასუხი იქნება, ქულები გვემატება. თუ არა, ქულა არ გვემატება. ამისთვის წინასწარ უკვე შევქმენი ფაილები index.html-ი შევქმენი მარტივი სტრუქტურით დავუკავშირე სკრიპტი და ასევე გავამზადე script.js. მოდი ამას გადავარქვათ quiz app-ი და გავუშვათ live-ში. შვენიერი. ნუ ჯერ არაფერი არ გვაქვს, მაგრამ სტრუქტურა როგორი იქნება ახლა. იდეაში გვექნება რამდენიმე კითხვა და ყველაფრის ხელით გაწერა არ მოგვიწიოს, აი ერთი კითხვის მერე რა დაგენერირდეს და მეორეს მერე რა დაგენერირდეს. ყოველთვის ეგეთ შემთხვევებში წინასწარ არის ხოლმე გაწერილი data. ანუ რაღაცა data, რომელსაც გამოვიყენებთ. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ობიექტების მასივი, ანუ თითოეული ობიექტი შეიცავს რამდენიმე properties. პირველი არის კითხვა, მეორე არის სავარაუდო პასუხები, რაც უნდა გამოჩნდეს და მესამე არის სწორი პასუხი. იმიტომ რომ მე რო ვიცი სწორი პასუხი, პროგრამამ როგორ უნდა გაიგოს, რა არის მაგკითხვის სწორი პასუხი. რომ არ შეადაროს, რომ ამ user-ის პასუხი მართლაც სწორი იყო სიტყვაზე რა. ნუ დღევანდელი კითხვები მარტო დედაქალაქებზეა ქვეყნების, ნებისმიერ კითხვას შეიძლება შემოვიღოთ, მაგრამ მიდგომა ეგეთია, რომ გვაქვს კითხვა მაგალითად, რა არის საფრანგეთის დედაქალაქი, სავარაუდო პასუხები არის პარიზი, ლონდონი, ბერლინი, მადრიდი მაგალითად და სწორი პასუხი არის პარიზი. ან მე წინასწარ მიწევს სწორი პასუხის გაწერა, მე პროგრამას მივახოდრე, რომ ეგ არის სწორი პასუხი და არა ლონდონი, იმიტომ რომ ამან არ იცის. საერთოდ სწორი პასუხი რაზე რა არის რა. ოკეი, და დავიწყოთ ახლა ჩვენ წერა ლოგიკის. ნუ იდეაში HTML-ში შეიძლება გქონდეს წინასწარ გამზადებული მარტო 2 ან 3 ელემენტი. ნუ ერთი არის კონტეინერი, სადაც ჩაიყრება კითხვები, კონტეინერ. ასევე გვექნება ბათონი, submit ბათონი და ასევე გვექნება სკორისთვის ტექსტი. ანუ submit-ის მაღლა კონტეინერებს არის და მაგაში შევყრით კითხვებს. მერე არის submit-ის ბათონი, ბოლოს უკვე ქულების მაჩვენებელი, სადაც ნელა გამოსახავთ აი ამ ქულებს. და ამ კონტეინერში როგორი სტრუქტურა გვექნება. იდეაში ეს უნდა განხორციელდეს თვითონ იქიდან, JavaScript-იდან, მაგრამ თავიდან მაინც რომ გავიგოთ როგორი სტრუქტურა გვექნება, მაგას ჩამოვწერ. ანუ იქნება მაგალითად h2, სადაც იქნება კითხვა, რაღაც კონკრეტული კითხვა, question 1 მაგალითად და ქვევით მიყოლებული იქნება რამდენიმე ოპცია. რადიო ბათონებით. რადიო ბათონი არის input type radio ჰქვია. ჩვეულებრივი input-ის ტიპი არის, რადიო ბათონი არის აი ეს წერილი მოსაჩექი ბურთულაკი. და ეს რადიო ბათონი იმითაა გამორჩეული, რომ მე მხოლოდ ერთის არჩევა შემიძლია. ანუ ერთს რო ავირჩევ და მე მეორეს ავირჩევ, პირველი გადაირჩევა, ანუ გაქრება. მარტო ერთის არჩევა შემიძლია ერთდროულად და იდეაში გვაწყობს, იმიტომ რომ ერთ კითხვას ერთი სწორი პასუხი ხდება მხოლოდ. ანუ ამ input-ის გვექნება ეს label-ი, იდეაში ლოგიკურად ამასთან დაკავშირდება რა არის სწორი პასუხი, მაგრამ label იმისთვის არის, რომ დავინახოთ ტექსტი როგორც user-მა, თუ რა არის ამ input-ის შესაბამისი იარლიყი, ასე რა ვთქვათ. ასევე გვაქვს რაღაც მეორე input-ი და label-ი, მესამე input-ი და label-ი, მეოთხე input-ი და label-ი. ანუ თითოეულ პასუხს ჭირდება თავისი input-ი და label-ი. ოკეი. და იდეაში ეს თავიდან ასე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ შეიძლება კითხვების სტრუქტურა შეიცვალოს აქ. თვითონ JavaScript-დან უნდა მოხდეს ყველა კითხვისა და პასუხის დამატება აი ამ კონტეინერში. მაგრამ ნუ სამ მაგას გავაკეთებთ. ჩვენ გვჭირდება რომ ეგ კონტეინერი შემოვიტანოთ JavaScript-ში. კონტეინერ უდრის document query selector container. რომ ამაში დავამატოთ. მაგრამ ეხლა როგორ უნდა გავაკეთოთ ეგ? იდეაში აქ გვაქვს 4 კითხვა. ნუ კარგი ვარიანტი არ იქნება რომ ჯერ პირველი ელემენტი ამოვიყოთ 0 ინდექსზე, მერე მეორე პირველ ინდექსზე და ჩავმატოთ საითაოდ. ანუ 4-ში გავიმეორებთ ერთ იგივე მოქმედებას. ეგ კარგი ვარიანტი არ არის. უმჯობესი არის რომ გამოვიყენოთ for ციკლი. for ციკლი რომელიც გადაუვლის questions massives და თითოეული ობიექტისთვის კონტეინერ
div-ში დაამატებს ერთი კითხვის შესაბამის სტრუქტურას. ან აქ ჩვეულებრივ for cycle-ს არ გამოვიყენებთ for each methods, რომელსაც გადაეცემა რაღაცა ფუნქცია. For each-ის იგივე loop-ი არის ჩათვალეთ, უბრალოდ მაღალი დონის ფუნქციაა და უფრო მარტივად გვაძლევს რაღაცების წვდომის საშუალებას. და რატომ? For each-ს გადაეცემა აი აქ არგუმენტად ფუნქცია, ამ ფუნქციის პარამეტრი რაც იქნება, ეს question მაგალითად შემიძლია სხვა სახელით დავარქვი, პარამეტრი და შემიძლია. ეს question ჯერ იქნება პირველი მასივის ელემენტი, მერე მეორე მასივის ელემენტი, მერე მესამე და მერე მეოთხე. ეხლა გადავიდეთ ჩემს საიტზე და გავხსნა კონსოლის ჩანართი, აი ნახეთ, ჯერ მოქვს პირველი ობიექტი, მერე მეორე, მერე მესამე, მერე მეოთხე. ანუ question-ში ავტომატურად ინახება თითოეული ელემენტი. და ახლა უკვე მე შემიძლია ავდგე და შევქმნა ელემენტები და ჩავმოვდა კონტეინერში. თითოეული question-ისთვის. ანუ შემიძლია შევქმნა question ელემენტი, რომელიც იქნება h2. ამ h2-ს ჩაუწეროთ text content-ად აი ეს კითხვა თვითონ question element-ის text content-ი იქნება question question. მოდი question object-ი ვარქვათ აქ. object. ანუ თითოეული h2-ის ის რა ქვია h2-ის ტექსტური შეთანხმება იქნება აი ეს question property. ანუ question object-ი ხო არის ობიექტი. მე ამ ობიექტიდან მინდა აი ეს value, რომელიც ინახება question key value ისა property-ში. ამიტომ ეგრევე ვწერ question object question. და მე შემიძლია რომ ეს ჩავაპენდო თვითონ კონტეინერში. და დავწერდი ეგეთ რაღაცას container append child question element. აი ეს. და 4 კითხვა მაქვს გამოსახული. იგივე პრინციპით მე შემიძლია რომ დავამატო თავისი სავარაუდო პასუხებიც. თუმცა ეხლა როგორც ხედავთ 4-ვე კითხვა არის გამოსახული. ეს არ გვაწყობს, იმიტომ რომ შეუნდა იყოს ერთი კითხვა, მე სამისო დავაჭერთ მეორეზე გადავალთ, კიდევ დავაჭერთ მესამეზე გადავალთ, კიდევ გადავართ მეოთხეზე ბოლოს. ანუ 4-ვე ერთად არ უნდა იყოს გამოსახული. მაგრამ ასევე მაშინ პრობლემა იბადება იმაში, რომ როგორ უნდა გავიგოთ, რომელ დროს, რომელ კითხვას გამოვაჩენთ. ანუ მაგის საკონტროლებლად დამატებითი ბერკეტი, ანუ რაღაცა ცვლადი დაგვჭირდება, რომელიც დაგვეხმარება მაგკითხვების შესვლაში. და ეგ შეიძლება იყოს ჩვეულებრივად ინდექსის მაჩვენებელი. ანუ მე რო შევქმნე ახლა აქ question index, რომელიც იქნება თავიდან 0-ის ტოლი, ეს უკვე მეხმარება, იმიტომ რომ თავიდან 0 ინდექსზე მდგომ ელემენტს დავარენდერებ, მე პირველ ინდექსზე მდგომ ელემენტს დავარენდერებ და ასე შემდეგ. ანუ განა ყველას შავსავ არამედ იმას შავსო რის ტოლიც აქვს question index. ანუ ახლა ამას დავშლი და მოდი შევქმნათ ეგეთი ფუნქცია render question და ვარქვათ. და აქ მარტო ყველას კი არ ჩავაინტეგრირებ, კი არ დავარენდერებ ყველას, არამედ მარტო ერთს. ნუ დანარჩენი ნაწილი მაინც იგივეა, ანუ ელემენტი შექმნა მაგალითად თავიდან მაინც h2 შექმნა გვიწევს. თუმცა question element-ის text content-ი იქნება questions index-ად question index question. ანუ ჯერ მე უნდა ამოვიღო აქტიური კითხვის ობიექტი, ანუ თუ ეს პირველია, მაშინ პირველ ინდექსს მომელემენტს ამოვიღე, მაგრამ თავიდან 0-ია და მე მაგ ობიექტში უნდა ჩავიქეკო და question-ი ამოვიღო. და მე ნუ აპენს გავუკეთებ ისე. და რა თქმა უნდა გამოვიძახოთ, ისე არ გამოვა. ეს ჯერ პირველი კითხვა, ეს რო იყოს ერთი ინდექსი გამოვა, მეორე კითხვა, ნუ გერმანიის დედაქალაქი. და როცა ამ ინდექსს შევცვლით, რა თქმა უნდა შეიძლება კითხვაც. ოკეი. ეხლა რა გვინდა? ეხლა გვინდა ეგეთ რაღაცა, რომ აქ მე უნდა დავარენდერო ასევე ისინი ოპშენები. მოდი ჯერ დავაკონსოლებ ამ ოპშენს. console log questions ობიექტიდან გვინდა
კიდე მასივიდან გვინდა question index მდგომი ობიექტის option-ები. ანუ თავიდან იქნება 0 index მდგომი ობიექტის option-ები, ესო ერთი გახდება, გამოვა პირველ index მდგომი ობიექტის option-ები. და option-ი ოღონდ მასივია, ამიტომ ახლა უკვე მართლა for each-ი მოგვიწევს, ანუ ამას უნდა დავუვართ for each-ით და თითოეული option-ისთვის დავარენდეროთ რაღაც label-ი და input-ის ელემენტი. ანუ აქ for each დავადებ. ამინდა რომ ეს თავის დაწეროს. for each დავადებ თითოეული option-ი იქნება ჯერ პირველი ოფცია, მერე მეორე ოფცია და ასე შემდეგ. რო დავაკონსოლო. ნახეთ, ჯერ არის პარიზი, მერე ლონდონი, მერე ბერლინი, მერე მადრიდი. და ასე ჩავაინტეგრირებ ამ კონტეინერ div-ში input-ებს და თავის label-ებს. ანუ აქ თითოეული ოფციის უნდა შევქნა ერთი input-ი და ერთი label-ი. ანუ სულ 4 გამოვა, იმიტომ რომ 4 შევაკეთებ მაგას. ანუ მექნება აქ option ელემენტი document.create element input tag-ი იქნება. ამ input tags, ანუ option elements, იქნება რამდენიმე ატრიბუტი, ну ერთი არის type-ი, რომ წრიული იყოს radio სტილის. ასევე იქნება name-ი, name-ი არის ატრიბუტი, რო გავარჩიოთ რისთვის არის ეს input-ი. და ასევე იქნება value. option element value არის option. value იმაში გვჭირდება, რომ თვითონ ეს არის radios ელემენტი. ანუ ჩვეულებრივი input-ია, ტექსტი კი არა, input-ია. და ამ input-ის ტექსტშივეც ვაინტეგრირებთ იმ ნიშნულობას, რომელსაც ეს radio ატარებს. მაგაშობა value, ანუ ამ value-თ ვეუბნებით, რომ ეს radio ბატონი არის მაგალითად პარიზისთვის. ან მადრიდისთვის სიტყვაზე. და ასე ჩვენ გვჭირდება მეორე ელემენტი, ну ჯერ შეგვიძლია დავაინტეგრიროთ, ანუ ჩავაპენდოთ content.append child option element. ეს. და ნუ ეგეთ რაღაცა მივიღეთ, რომ გვაქვს 4 რადიო ბატონი. ну ეს არის პარიზისთვის მაგალითად, მეორე ლონდონისთვის, ბერლინისთვის და მადრიდისთვის. და შეგვიძლია მოვნიშნო. ოღონდ იუზერმა რო დაინახოს რაისთვის არის ტექსტების გვჭირდება რა თქმა უნდა, ხო? ამიტომ აქვე შევქმნი ტექსტებისთვის ცალკე labels. label element უდრის document.create element label. ამ label-ის text content იქნება option ჩვეულებრივად. ჯერ პარიზი, მერე რაღაც სხვა ქალაქი და ასე შემდეგ. და ამასაც ჩავაპენდებ კონტეინერში. შემიძლია უფრო რთული სტრუქტურა გამკეთებინა, რომ მერე გამესტილან, მაგრამ სტილები არ არის დღეისთვის ჩვენთვის საინტერესო. და პირველი არის პარიზი, მეორე ლონდონი, მერე ბერლინი, მერე მადრიდი და ასე შემდეგ. ну ამისთვის შეგვიძლია კიდე for HTML4 დაუწეროთ. ესე. ისე error-დებოდა, იმიტომ რომ რაღაც ჭირდება კიდევ. ან ეს for ნახეთ label-ს აწერია for. for-ით რა შვებით. ამ label-ს ვეუბნებით თუ რომელ input-ს ეკუთვნის. ანუ თვითონ label-იდან ხვდებით რისთვის არის გამოთვლილი ეს label, რომელი input radius-ისაა გამოთვლილი. ოღონდ ეს უნდა ემთხვეოდეს values. აქ პარიზი რომ აქვს, აქაც პარიზი უნდა იყოს. ანუ label-ი არის for არის თვის, ესე იგი ამ input-ისთვის, პარიზის input-ისთვის. და ეს არის იდეაში სტრუქტურა. და ლოგიკის წერაც ეხლა უნდა დავიწყოთ ჩვენ. ოღონდ როგორ? რომელიმე რომ მოინიშნება და submit-ს დავაწვევი. ну ჯერ მოდი ნაწილ-ნაწილ დავყოთ. ეს დიდი პრობლემა დავყოთ, პატარ-პატარა ქვე პრობლემებად. ერთო დავაწვევი, მე უნდა გავიგო ეს არის თუ არა სწორი პასუხი. ეხლა ეს როგორ უნდა გავიგო? როგორც გვახსოვს, ჩვენს დატაში თითოეულ ობიექტს თვითონ უწერია რა არის answer-ი, ანუ სწორი პასუხი. ან მაგალითისთვის პირველ კითხვაზე მე რო ავერჩიე ბერლინი, ხო, სიტყვაზე. მე უნდა ვნახო user-ის არჩეული option-ი არის თუ არა answer-ის ტოლი. answer-ს მივუწოდებით, იმიტომ რომ questions massive-ში question index ობიექტი არის ამჟამინდელი აქტიური კითხვა. და მაგის answer property იქნება სწორი პასუხი. და სწორი პასუხი თუ უდრის user-ის არჩეულს, ესე იგი შეგვიძლია ქულა მოვუმატოთ. ოღონდ მაგისთვის ცალკე ბატონის ამაღლება მოგვიწევს. const submit btn დავარქვათ, document query selector წერტილი submit ბატონი. და მაგაზე დავადებთ უკვე
event listeners. Submit ბატონზე დავადებთ event listeners და ვიტყვით რომ სამ ბატონს დაეკლიკება. მაშინ შევამოწმოთ სწორი იყო თუ არა ეს პასუხი. ჩვენ შეგვიძლია აქ ამოვიღოთ სწორი პასუხი, const correct answer. ეს იქნება questions massivში question index-ზე მდგომი ობიექტის answer property. ან მაგალითად, ახლა რომ დავაკონსოლოთ correct answer, ნახეთ, 3-ს დავაჭირე, გამოვიდა პარიზი. იმიტომ რომ ამჟამინდელი აქტიური ობიექტის answer-ი ამოვიღეთ. ეს რომ მომავალში შეიძლება და ერთი გახდება, იქნება მეორეს პასუხი ბერლინი. გამოეხა ბერლინი. მაგრამ ამას ოთხახანში შევცვლით. და ეხლა გვინდა რომ ამოვიღოთ user-ის პასუხი. როგორ ამოვიღოთ user-ის პასუხი? იდეაში მე შემიძლია რომ თითოეულ რადიო ბატონს დავადო listener-ი და როცა დაეკლიკება, დავიმახსოვრო რამე ცვლადში. ეგ შემიძლია. მაგრამ ბევრად მარტივი და ბევრად ჭკვიანური გზა არსებობს დომში იმისა, რომ ეგ დავადგინოთ. და როგორ ვადგინოთ ამას? ისევ დომის ელემენტები შევიქეკებით და ამოვიღებთ ისეთ რადიო ბატონს, რომელიც იყო მონიშნული. ანუ user-ის პასუხი ხო ისეთია, რომელიც მონიშნა მან. და მაგის გაკეთება შეიძლება. ანუ CSS-დან შეიძლება იდეაში და JavaScript-დანაც მაგაზე მიწვდომა რა. const selected answer და ამოვიჩოთ ისეთ ელემენტს, რომლის და ეხლა გეტყვით. document წერტილი query selector. ანუ query selector-თ ვიღებთ ეგეთ ელემენტს. ნახეთ? მე მინდა ამოვიღო ისეთი input-ი, რომლის ტიპი არის რადიო, ანუ აქვე ტიპს უწერთ ბრეკეტებში. Type-ი არის რადიო, ასევე რომელიც არის მონიშნული. ანუ checked. ანუ ასეთი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია JavaScript-ში. რომელიც არის checked. მე მაგ რადიოს რომ მოვიღებთ, შევწდებით values. და ეს value რას დავიხმარ? აი წინასწარ რომ გავწერეთ. ეს value მაგაში დავიხმარ, რომ ვიცოდეთ რომელ ბატონს რომელი value და ოპცია შეესაბამება. და მე დავაკონსოლოთ ახლა selected answer. ნახეთ მადრიდი რომ მოვნიშნე და დავასაბმიტე გამოვიდა მადრიდი. ლონდონი მოვნიშნე და დავასაბმიტე გამოვიდა ლონდონი. ანუ მე ამოვიღე ისეთი input-ი, რომლის type-ი არის რადიო. იდეაში ყველა input type რადიო აქვს, მაგრამ დიდ size-ზე ყოფილიყავით, ბევრი input-ი სხვანაირი მექნებოდა. და ისეთი ავიღო, რომელიც მოჩექილია, ანუ მონიშნულია. და ეხლა მე შემიძლია შევადარო ეგ, რომ თუ correct answer-ი, ანუ სწორი პასუხი უდრის user-ის მიერ არჩეულ პასუხს, ანუ selected answers, მაშინ მე შემიძლია გავზარდო score value, რომელიც თავიდან 0 არის. აქ შევქმნი let score value უდრის 0-ს. და მოდი ბარემ score-ის ელემენტსაც შემოვიტანოთ, რომ მე ჩავწეროთ. Scores გავზრდი. და score-ის text content-ში შემიძლია შიგნითაც დავწერო იდეაში. მაგრამ გარეთაც შემიძლია ასე score-ის text content-ში ჩავწერ score 2 score value. ანუ რამდენი იყო score-ი? თავიდან 0-ია, მოდი 0 დავუწეროთ. ასე. თავიდან 0-ია, მაგრამ როგორც კი სწორ პასუხს ავირჩევ, გაიზრდება 1-ით. იმიტომ რომ correct answer-ი უდრის user-ის მონიშნულ პასუხს, გავზარდეთ 1-ით და ჩავამატეთ text content-ში. ოღონდ ახლა ასე უნდა გაიზარდოს question index-ით, რომ შენაკითხვაზე გადავიდეთ. ანუ question index იზრდება იმის მიუხედავად, სწორი არის თუ არა კითხვა, ანუ შესაძლოა რომ იყოს მაინც შენაზე უნდა გადავიდეთ. question index გავზრდით ახლა და ის ამ ფუნქციას გამოვიზახებთ, იმიტომ რომ ეს ფუნქცია არის პასუხისმგებელი ახალი კითხვისა და option-ების დამატებაზე. ანუ ფუნქცია მაგით აკაი, რომ ბევრჯერ ვიყენებთ. და გამოვიზახებთ render question ფუნქციას. და აქ თავისით მიხვდება, რომ მეორე კითხვა იყოს, იმიტომ რომ აი იქ ნახეთ, თვითონ question index-ზე ვწვდებით ობიექტს და ისე ვიღებთ მე დანარჩენებს. ნუ შემიძლია გამეკეთებინა, ეგეთი რაღაცა, რომ current question condes და მე ეს current question გამოვიყენო ყველგან. აი აქაც და
ნუ იდეაში ორ გამაქვს, აი ეს. Current question იცვლება, იმიტომ რომ შეიცვალა ინდექსი ამ მასივში რო წვდებოდი წერა. და ნახეთ როგორც კი გავცემ პასუხს, მოდი სწორად გავცეთ. დაემატება მეორე კითხვა. ეხლა დაემატება კიდევ მესამე კითხვა. მეოთხე კითხვა, ნუ ესა მეოთხე კითხვა. ოღონდ მე ესე არ მინდა, იმიტომ რომ მე რო ერთს გავცემ და დავასამითებ, წინა უნდა წაიშალოს და ახალი უნდა გაჩნდეს. ეხლა კიდევ ერთი პრობლემაა. ნუ იდეა შემიძლია რომ აქ ეგეთი რაღაც გავაკეთო, რომ თვითონ კონტეინერი და ყველაფერი წავშალო, შინთა ელემენტები, ეგ შემიძლია ან აქ გავაკეთო. container inner HTML უდრის real strings. ანუ inner HTML ნიშნავს კონტეინერის შიდა სტრუქტურას. ანუ შემიძლია ასე გავაკეთო, შეგიძლია რომ წავშალო ყველაფერი. ანუ თვითონ ამ ფუნქციაში მქონდეს თავიდან, რომ ჯერ ყველაფერი წაიშალოს კონტეინერში და მერე დაემატოს ახალი კითხვა. ესეც შეიძლება. ეს. ოღონდ მეოთხეზე ერორი აქვს. სუბოლო კითხვაზე რომ დავასამით, შემდეგზე გადავიდე, ნახეთ. Cannot read properties of undefined reading question. 35 ხაზია პრობლემა. აი აქ. და ეს რატომ მოხდა? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ინდექსი გახდა 4 და მე-4 ინდექსზე არაფერი არ მაქვს, ესე იგი ეს undefined-ია და undefined questions ვერ ამოვიღებო, მაგაზე აქვს ერორი. ამიტომ აქ კიდე მჭირდება ერთი if-ი რომ არ გადავცილდე რა. ანუ მხოლოდ მაშინ უნდა გაიზარდოს question ინდექსი. უბრალოდ მხოლოდ მაშინ უნდა გამოვიძახოთ ეს ფუნქცია თუ question ინდექსი ნაკლები იქნება question-ის length-ზე. აი ეს. ანუ თუ დავიდან 0-ია, 0 ნაკლებია 4-ზე, 1-ის ნაკლებია 4-ზე, 2-ის 3-ის. 4 აღარა ნაკლები 4-ზე, ანუ ბოლოზე რო გადავალთ, აღარ გამოიძახება ახალი ფუნქცია. აი ეს. 1-ზე გამოვიდა, მე-2-ზე, მე-3-ზე, მე-4-ზე და ნუ ერორი აღარ აქვს. ეს წინ ერორი არის. დავარეფრეშებ და აღარ იქნება. აი ეს. მოიცო? ამას მაინც იძახებს 0 1 2 3 მე-4-ზე წეს და რა უნდა გამოიძახოს. აქ მაინც შევიდე როგორც ჩანს. მოდით ან აი აქ console log question index-ის გამოვაკონსოლოთ და ავადებაგიროთ. აი ხა 1-ია, ხა 2-ია, 3-ია, 4 არის. 4, იმიტომ არის რომ აქ 0 მიწერია, კაცო. 0 რომ მიწერია. question index უნდა მეწეროს. ეგა. ხო და მე კიდე შვება მაგრამ მეზე 4-ზე აღარ მიდის, ხო? ხო აქ 0 მეწერა და სულ შედიოდა მუდამ. ეხა 4-ზე აღარ გადავა. და საბოლოო ჯამში ნახეთ რა შემიძლია გავაკეთო. ბოლოზე რო გადავალ და ბოლოს დავასაბმითებ. მე შემიძლია ეს ბატონი გავხადო unclickable, ანუ რო აღარ დაიკლიკო საერთოდ ამის მერე. ანუ ისე საერთოდ აღარ დაიკლიკება. და მაგას გავაკეთებ else-ში, რომ თუ გადაცილდება, მაშინ submit btn-ს გავუკეთებ disables. ანუ ბატონს აქვს ასევე ერთ-ერთი ატრიბუტი, რომელიც არის disabled. აი ეს. ანუ disabled ნიშნავს რომ ვეღარ ვაკლიკებ. ნუ ასე შემიძლია გავაკეთო, ასევე ასე შემიძლია გავაკეთო, true-ს მივუწერო, იგივე არის. და მაგას ვაკეთებ რომ ატრიბუტს უმატებ დომიდან disables და უწერ true-ს. ანუ მე-4-ეს მერე, ანუ ბოლო კითხვის მერე ვეღარ ვაკლიკავ, ნუ არა შინაგე. და ასევე შემიძლია რომ კონტეინერი შიგთავში შევცვალო, ანუ inner HTML-ით. ანუ inner HTML-ი კარგი ასევე იმით არის, რომ მე შემიძლია შიგნით სტრუქტურა ჩავსვა. ანუ აქ string-ში ჩაუწერ ჩვეულებრივ ტეგებს და ტექსტებს და შეიცვლება. ასე, you have completed the quiz. და 4 ქულა ავიღეთ. თუ რაღაცებს არასოდეს უპასუხებთ, ნუ ქულა არ მოგემატება. ეხლა 3 ქულით დავასრულოთ. ეს 3 ქულა გვაქვს. და inner HTML-ის გამოყენება იდეაში ჩვენ აი აქაც შეგვეძლო. და მანდ უკვე append-ების გამოყენება აღარ მოგვიწევს, იმიტომ რომ inner HTML-ში ეგრევე ემატება. ანუ მაგალითისთვის აი ამას
inner HTML-ს როგორ გავაკეთებთ. რომ კონტეინერის inner HTML-ს დავუმატებდით, ტოლობა არა, ტოლობა ჩაანაცვლებს. ანუ რა საკამდე იყო იმას აკრებს და ჩაანაცვლებს. პლუს უდრის ის არის დავამატებ შეულებრივად. დავუმატებდით გამოვიყენოთ ახლა აქ template literally, იმიტომ რომ შეგით მოგვიწევს აი ამ გამოსახულების გამოყენება. და აი ასე მოკლედ შეიძლება ჩაწერა, ანუ აქ დაულპავდით, ნუ ეს მე შეიძლება დაარესერჩოთ და გარჩიოთ, დაულპავდით და მე უკვე რო შევსვათ input-ებს, მაგას ბოლოს დავაჯოინებდით, რომ string გამختارიყო. ნუ ამას დავაკომენტარებ არ მინდა დეტალებში შევიდე, იმიტომ რომ ეს არ ამიხსნია. მაგრამ ნუ ასეთი რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა. inner HTML. უფრო კარგი ჩანაწერიც არის. მაგრამ ნუ რაც ვიცით, დღეს იმით ვაკეთებთ. და ხო იდეაში, ნუ ეს არის გვიზაპირა. ამ თავარი ნაწილი ის იყო, რომ თავიდან ვარენდერებთ. ამ თავი ლოგიკა არის იდეაში question index-ი აქვს ყველაზე მთავარი. იმიტომ რომ ამით ვიღებთ რომელი არის აქტიური კითხვა. და იდეაში question index-ი რო იცვლება, დანარჩენი ყველაფერი მიდის ჩვეულებრივად, იმიტომ რომ თავიდანვე გავითვალისწინეთ ეგ ამბავი, რომ null index-ზე რო არის, ჯერ null index-ზე ამოვიღოთ, მე პირველ index-ზე და ასე შემდეგ. და question index რო იცვლება და ამ ფუნქციას ახლიდან ვიძახებთ, უკვე სხვა ობიექტზე გადადის, იმიტომ რომ index შეიცვალა მასივის. და სხვა ობიექტის ელემენტებს ამატებს სტრუქტურაში. იდეაში ყველაზე მთავარი ლოგიკის ნაწილი ეგ იყო აქ. და მაგან გავგმარტივო ყველაფერი. ეგ რო არ გამოვიყენოთ, ბევრად მეტის არა მოგვიწევდა. ოკეი. ხო, ნუ მეხლა სტილების თავს შევიძახებთ, იმიტომ რომ ბევრი ლექცია ჩავატარეთ მაგაზე HTML CSS-ზე. თუ გინდათ თქვენ გასტილეთ, თუ გინდათ რაღაც სხვა დამატებითი ფიჩერები დამატეთ, ნახეთ თქვენ შეგიძლიათ რომ რაღაც ამდენი კატეგორია გქონდეთ, მაგალითად ისტორია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი და რო დააჭერთ მსგავს კითხვები, ჩამოშალოთ. და მაგას გაკეთებთ იდეაში ობიექტების მასივის უფრო გართულებით. აი მაგალითად შეიძლება გქონოდეთ რაღაც ობიექტი, სადაც იქნებოდა სიტყვაზე general იქნებოდა რაღაცა ობიექტების მასივი, ასევე იქნებოდა ამ ობიექტში კიდევ რაღაცა science, რომელიც იქნებოდა ობიექტების მასივი და ასე შემდეგ. მაგრამ ლოგიკა მაინც იგივე არის საბოლოო ჯამში. ერთი დონეს ამატეთ მანდ. და თუ გინდათ გასტილეთ, რაღაც უფრო სტრუქტურა დაამატეთ და ასე შემდეგ. ახლა დომზე მქონდა საუბარი, არ მინდა რომ სტილებზე დრო დავკარგოთ დამატებით. ოკეი, ნუ იდეაში ესა დღეისთვის ბოლო ლექცია იყო დღეს. მადლობა ვინც გამოვყევით და ვინც უსმენთ ამ კურსებს. ნუ კიდევ იქნება ჩანაწერები სულ მუდამ. სამ ინტერნეტი არსებობს. დავალებებსაც ავტვირთავ დღეს ან ხვალ. და ფინალურ პროგრესს ავტვირთავ. და იდეაში ეს კურსი იდეაში დაგეხმარებოდათ, რომ გაგერკვიათ მოგწონთ თუ არა ეს სფერო. ანუ იმის მაგირად რომ რაღაც სხვა კურსებში ფული ყაროთ, უბრალოდ ლექციებში ფლად ფულის გადაყრა არის, რაღაც 700 ლარები რო უდევთ ასეთ ლექციებზე. ჯობია რომ დაждეთ, ჩაუждეთ, უფასოდ გაარკვიოთ, მოგწონთ თუ არა ეს პროფესია. ქსიაუნებთ თუ არა და მერე თუ მოგწონთ, გააგრძელოთ სერიოზულად სწავლა. ოკეი, დღეს სულაც იყო. ეხლა ჩანაწერს გავთიშავ და გადავიდეთ